აი გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით ბატონო, მე მაყურებელს მივესალმებით და შევახსენოთ ხოლმე რომ მამების დროს უყურები. და შევახსენოთ ისიც რომ აუცილებლად და გამოიწონონ ჩვენი არხი, მოიწონონ ჩვენი ვიდეო და დაგვიკომენტარონ თავისი შეფასება, აზრი. კი, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ თუნდაც უარყოფითი შეფასება. რა თქმა უნდა. რო გავითვალისწინოთ და კი, ბატონო, და გამოვასწოროთ. შემდეგი ეტაპია ჩვენი მეგობრების გაცნობის საკითხი. კი, ყავს არაჩვეულებრივი მეგობრები ბატონო მერაბ, კომპანია Suti Power-ი, ეს არის ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, ოღონდ ძალიან განსხვავებული ფორმით პაკეტებშია, პატარ-პატარა ნაწილებია, ძაფი არ აქვს. არის ძალიან გემრიელია, რაც თავარია, არანაირი შაქარი და ნამატი არ აქვს, ბუნებრივია ყველაფერი, 100%-იანი ნატურალურია და ძაფიც არ აქვს. არის ბროწეულის წვენის ჩურჩხელა, სასწაულად მაგარი ეგ მიყვარს ყველაზე და ყოველთვის ხავს არის ტრადიციული ყურძნის წვერის და ყველაზე განსხვავებული შოკოლადის ჩურჩხელაც კი. ხო, და მეორე კომპანია გურჯანი ტკვილი საფხულს რო კარგ გაზაფხულს ცხელს რო შეეფერება და რო გაგრილებს თან გემრიელად რო გაგრილებს კომპანია გურჯანის ნაყინი რომელიც ჩვენს გვერდით არის და არა მარტო ჩვენ გაგრილებს მთელ ქვეყანას სასიამოვნო სიგრილეში ამყოფობს პატარების ისე დიდები როგორც პატარების ისე დიდები კი ბატონო და გემრიელობა მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბატონო მერა ხო ჩვენი სტუმარი არ წარმოადგენთ ნახის ზედა ჩურჩხელაზე კი ვისაუბრე ბატონი მერაბონიანი თეოლოგი ფსიქოლოგი არტ-თერაპევტი ძალიან პატივსაცემი ადამიანი და მადლობა რომ გამონახეთ რომ ჩვენთვის ძალიან ბევრი საინტერესო სასაუბრო გვექნება მაგრამ ცოტათი მძიმე თემით მოგვიწევს საუბრის დაწყება მიაქცევდით თქვენს ყურადღებას სულ 2-3 დღის წინ 9 ადამიანი დააკავეს და ამ 9 ადამიანიდან 7 არის არასრულწლოვანი, რომლებმაც სხვა არასრულწლოვანი ერთი ბავშვი გაიტყუეს სადღაც შენობაში და სასტიკად გაუსწორდნენ, აწამეს, დამამცირებელი ვიდეოები გადაუღეს. ამ 9 ადამიანიდან 7 არის არასრულწლოვანი და რატომაც ყველაზე მეტად მტკივა ხოლმე. ერთ-ერთი მთავარი უარყოფითი ფიგურანტი არის გოგონა. შეფასებები ბუნებრივი საზოგადოებისგან ისეთი იყო, როგორც ჩვევია ხოლმე ჩაქოლეთ, მოკალით, ეს უკენით, მაგრამ მოდი როგორც ფსიქოლოგი თქვენი აზრი მაინტერესებს, საერთოდ როგორ მიდის ადამიანი ბატონო მერაბ აქამდე როგორ შეუძლია ესეთი სისასტიკე ჩაიდინოს მით უმეტეს ასე პატარა ადამიანს ხო ძალიან რთულია ეს ამბავი საერთოდ ამის მოსმენაც კი შემზარავი არის მაგრამ აი ჩვენ რო დავფიქრეთ იმაზე რა განაპირობებს ამას რა თქმა უნდა ყველა შემთხვევაში ამის საფუძველი უნდა იყოს იმ ბავშვების მზაობა ასე ვთქვათ, ცუდი და სადამჟელო ქმედებისათვის. ესე იგი, იმათ იმდენად ბევრი დაგროვილი აქვს რაღაცა ძალიან უარყოფითი, ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, რაღაცეები. არ არსებობს ეს ჯანსაღი ფსიქის ბავშვები იყვნენ და არ იყვნენ დაზიანებულები. არიან დაზიანებულები თვითონ. და აქვთ, ესე იგი, რაღაცა როცა სამყარო მტრულია შენთვის, როცა რაღაცა ყველა საშინელია, ყველა საზიზღარია სიტყვაზე, ხო? და გინდა რომ სხვა დაამცირო და ამით რას იკმაყოფილებ, რაღაცას იკმაყოფილებ. ამით ხარ რაღაცა ბედნიერი, ხო, რომ ვიღაცას გაუსწორდი და შენ მოიპოვე პრიორიტეტი ხარ. უკეთესი კაცი ხარ შენ და ქალი ხარ თუ არ ვიცი ვინც ხარ, ხო? აი იმას ჯობი ხარ, ამით აბსურდს ვლაპარაკობ. არანაირად შეიძლება თვითკმაყოფილების განცდამდე მიხვიდე, მაგრამ დარწმუნებით გეტყვით, რომ სარგებელი, რა თქმა უნდა, იქ სარგებელი რო არ კონდეს, ახლა ვინ იზამს მაგას. ანუ ამ დონის სარგებელი აქვს, რომ აი რაღაცა თავი წარმოაჩინეს და დაამკვიდრეს თავის თავთან მაინც, რომ აი რაღაცა შეძლეს ვიღაცას გაუსწორდნენ. ეს რა არის? ეს არის არეკლა იმის, როგორ ექცეოდნენ მათ და რა აქ თვითონ გამოცდილებაში. ოჯახთან მივდივართ ამ შემთხვევაში. ყველა ვარიანტში ოჯახთან მივდივართ და სოციუმთან, გარემოსთანაც. ეხლა მოგეხსენებათ, რომ ძალიან იშვიათი არ არის ბულინგი, ხო? ამბობთ ეს ტერმინი არც მიყვარს, ეხლა რატო უნდა ვამბობდეთ ამ უცხოურ ტერმინს ჩაგურა, ხო? ჩაგურა. ხო, სულ რაღაცა დაცინვა, რაღაცებიდან ყურება, რაღაცა ქილიკია, იმის ძებნა, რომ ვიღაცა ის არასრულყოფილია, ესე იგი შენ უფრო სრულყოფილი ხარ, ხო? აი რა გინდა რას ერთში სხვას. სულ ამტკიცებ ამით ადასტურებ, რომ შენ ხარ კარგი. ეს რას ნიშნავს, რომ შენ თვითონაც დევნილი ხარ. იმ საზოგადოებაში თუ ოჯახში შენ ხარ განკითხვის საგანი. და აქ არის რაღაცა კომპენსაცია, რომელსაც აი ასეთი საშინელი ფორმით თითქოს უკეთებენ თავის თავს.
ანუ სრული ასახვარი რეალობის, რაც არის ჩვენს ირგვლივ, სამწუხაროდ. და ესეთი ხალხი ერთმანეთს როგორ პოულობს არ ვიცი რომ ძალიან მარტივად პოულობენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ეგ კი არა, წყვილებშიც კი ესეა, რომ დაუშვათ სამწუხარო რაღაცები უნდა ვთქვა და რეალობა ეგ არის. ანუ მე ვეძებ მეორე ნახევარს, ახალგაზრდა ყმაწვილი რო ვარ, რაც მაკლია იმას? ჩემი პრობლემატიკით ვეძებ. გამიგე? ანუ ის რაც თუნდაც დეფიციტურია, თუ ის რაც არ მაქვს, მაკლია რაც თქვენ თქვით, ანდა რაღაც უარყოფითი მაქვს მე. ანუ მეც მაქვს რაღაც პრობლემა და შენც გაქვს პრობლემა და ჩვენ ამ პრობლემით აღმოჩნდებით ერთ სივრცეში. ნუ ერთნაირი პრობლემები გვაქვს და კარგად გრძნობთ თავს ერთად. აბა როგორი სათქმელია ეს რომ ახალგაზრდას უთხრა ეს რომ იცი რა შენ მოძებნი ამ პრინციპით წარმოადგენა არა გაქვს შენ რომ რა პრინციპებით ხდება ესე იგი ეს დაწყვილება და დაძახება ერთმანეთის მე ჩემს მსგავს ვეძახი ანუ ვარ მე ესეთი შურის მაძიებელი გაბრაზებული სამყაროზე და რაღაცა მინდა რომ ზიანი მივაყენო ვიღაცებს ესეთ ხალხს მოვიზიდავ რა მსგავსი ესეც ქვეცნობიერის ეს ჩადებულია რაღაცნაირად ის რაც ეხლა თქვი რომ მსგავს ეძებს ხო და მსგავსი ხარ შეიძლება ვიგულისხმოთ რომ მაინდა-მაინც ეს იგულისხმობს იდეალურ კარგ მსგავსებას კარგ საკითხებში არა არ მიყვარს იცით იმ სიტყვების გამეორება რაც ხშირად შეიძლება მოვისმინოთ რომ ადამიანს აქვს დაცემული ბუნება ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე რომ თითქოს ჩვენ ვაკანონებთ ამას რა დაცემული ბუნება თუ აქვს რა ამაღლებული ბუნება არა აქვს ხო მაგრამ რა ვქნათ რომ ესეთი რაღაცა დოქტრინალური ხედვა არის რომ აქვს რაღაცა ძალიან მიდრეკილი შეიძლება იყოს რაღაც უარყოფითისკენ ხშირ შემთხვევაში მით უმეტეს თუ ზნეობრივი და მორალური ღირებულებებით არ არის ჩამოყალიბებული და აღზრდილი ხო რა იმას უხარია რა ვიღაცა ზიანს რომ მიაყენებს და რაღაცას ესურის თუ მის ტკენას გამოიწვევს ხო ბედნიერია ბატონო მერა მიშომ დასაწყისში ვახსენა რომ ამ ფაქტზე რაზეც ვისაუბრეთ ამ ძალადობის ფაქტზე საზოგადოების რეაქცია იყო ჩაქოლეთ აწამეთ დახვრიტეთ რატო არ არის დახვრეტა და ესეთი რაღაც სასტიკი ის იყო საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან სასტიკი შეიძლება იმაზე სასტიკიც კი ვიდრე ამ ბავშვებმა რაც ჩაიდინეს. რამდენად სწორია, რომ საზოგადოება წამების ასეთი საშინელი ფაქტის ისევ წამებით მოგვარებას ცდილობს და ითხოვს. რო გითხრა, სასაცილოა მეთქი სასაცილო მან და არაფერი არ არის, მაგრამ ძალიან უხერხული არის იმისი დაფიქსირება, სწორედაც რომ ვართ ამ ძალადობის შინაარსის მქონე საზოგადოებაში და სამყაროში და აი ეს მოძალადე გარემო და სამყარო შობს უბრალოდ ესეთ ბავშვებს. ხო რა. ანუ რა განსხვავებაა ახლა ამასა და იმათ შორის, ხო? არაფერი განსხვავება არ გამოდის. და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება ჩვენ დაგვაფიქროს, რომ რა გვჭირს ჩვენ. რა გვჭირს ჩვენ და ხო არ გავხდეთ ცოტა უფრო მეტად მოსიყვარულენი ზოგადად და რას უშველეთ მაგით თუ ვიღაცებს ჩავქოლავთ ჩვენ. გამრავლდება ეგ უბრალოდ მეტი არაფერი. ამით ის საფუძვლები რაც მაგას განაპირობებს არ აღმოიფხრება, ხო? პირიქით შეიძლება უფრო გამწვავდეს. და ეს გულს ისასტიკე რას შობს? ანუ აქ ნახეთ თითქოს არის სამართლიანობის პრინციპი, ხო? სამართლიანობის პრინციპზე საშინელი პრინციპი ჯერ არ მოუგონია კაცობრიობას. იმიტომ რომ ყველა უბედურება ყოველთვის და ომები და სისხლისღვრა ყოველთვის სამართლიანობის პრინციპზე არის დაფუძნებული ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, იმას სამართლიანობასთან საქმე არ აქვს. რატო ამბობს მანსხოვარი მაგ დროს ზუსტად რომ იმან ესროლოს ქვა პირველმა ვისაც ცოდვა არ აქვს. კანა არის ასეთი ადამიანი, უწოდველი და ასეთი ვინც ქვას ვერ ისვრის. არა, გამორიცხული ახლა დარწმუნებული ვარ, ფიქრის დონეზე შეიძლება ყველას გქონდეს მსგავსი რაღაცა გავლებული თავში, რომ აი ამ ადამიანს ამას გაუკეთებ. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ფიქრის დონეზე არ გაუგებია. რა თქმა უნდა. გამორიცხულია და შეიძლება იმას, რომ იგეთ ადამიანს რომ ძალაუფლება მიეცეს და საშუალება მიეცეს, თავის საძულელ ადამიანს მსგავსი გაუკეთოს. შეიძლება იმ მომენტში, ერთ მომენტში, ორ მომენტში, სამ მომენტში მაშინ მორალური და ზნეობრივი პრინციპმა იძალოს და არ გააკეთოს, მაგრამ ვერასოდეს ვერ იტყვის, რომ არასოდეს არ ვიზამ. კი, ჩვენი მე მგონი გამოსავალი მეგობრებო არის პატიებასა და სიყვარულში.
ახალი მოსაგონარი არაფერი არ აქვს, ვერ მოვიგონებთ, ძალიანაც რო გვინდოდეს. ყველაფერი არის, ასე ვთქვათ, ცნობილი, არაფერია მზის ქვეშ ახალი, ამიტომ სამკურნალ წამლოს საშუალება თითოეული ჩვენთაგანისთვის და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის და დედამიწისთვის, კაცობრიობისთვის არის მხოლოდ პატიების უნარი და სიყვარული. სულ მაგას ვამბობთ ბატონო მე დამიშო რომ ადამიანებმა და მშობლებმა განსაკუთრებით რატომღაც დავივიწყეთ რომ შვილებს ვასწავლოთ სიტყვა ბოდიში. თითქოს დამაკნინებლად ითვლება ბოდიშს ხო არ მოვუხდი. ხშირად გამიგია ეს სიტყვა რატო ვერ უდაუთხრა ადამიანს ბოდიში უნდა მოიხადო აბარა რომ თუ შეგეშლება რა არის მაგას. მე ვფიქრობ რომ რაც უფრო დიდი ხარ ადამიანი უფრო მარტივად შეგიძლია ბოდიშის თქმა. რაც უფრო შემდგარი ხარ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ბოდიში არ არის დამაკნინებელი, პირიქით შენ ღირსებას უფრო წარმოაჩენს. ჩემი აზრია ეს იყო. რა თქმა ცხადია ესია, კი ბატონო. შვილებს მithumetes უნდა ვასწავლო. მე პრიორიტეტს მივანიჭებდი ამ ორ ტერმინთა შორის ბოდიში და მაპატიეს. კი ბატონო, ეგ უკვე ეს არის არჩევანის თავისუფლება. რატო ეხა გეტყვით მაგათში არის განსხვავება. ანუ ბოდიში არის რაღაც განაცხადი. აბა დაუკვირდით, მაპატიე არის პირდაპირ პატიებას ითხოვს. ბუდიში რაღაც ისეთია რა, უფრო რაღაცა ლოზონგია ვიდრე პატიება. ხო, მაგ კუთხით რო არ მოგატყო მაგაზე არ მიფიქრია რა აუცილებლად და ანუ ეს შეიძლება უფრო გაუჭიდეს ადამიანს რომ თქვას მაპატიე, ვიდრე ბოდიში მარტივი სათქმელია. მიუხედავად იმისა რომ წერან ვისაუბრეთ რომ ეს ძალიან რთულია, მაპატიესთან შედარებით უფრო ისეთია რა. რო არ მოგატყოთ მაპატიე ძალიან იშვიათად მithkoms. ამაში ესა. ბოდიში ხშირად. მაპატიე არ მithkoms. ხო. ისევ საკითხისკენ დაუბრუნდებით ეხლა სიტყვა ძალაუფლება ახსენდა და ის გამახსენდა ესეთი გამოთქმა ფრაზაა ძალაუფლება რყნის აბსოლუტური ძალაუფლება რყნის აბსოლუტურად და ზიმბარდოს ექსპერიმენტი გამახსენდა კიდე ის ციხის ექსპერიმენტი ცნობილი რომ ძალაუფლებას რომ მიანიჭებენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს ერთ-ერთი მასწავლებელია ფილმში ყოველ შემთხვევაში და ტირანი გახდება უცებ რატოა ძალაუფლება ასეთი რთული ბატონო ვერა იცით როგორ არის აი ეს ძალიან საინტერესო თემა შეეხე ეს უკავშირდება აი თავისუფლების თემასაც ხო რამდენად არის ადამიანი თავისუფალი არის ადამიანი თავისუფალი არა მგონია რომ თავისუფალი იყოს ისე ძალიან საინტერესოა სიტყვა თავისუფალი ანუ როდესაც მე განვაგებ ჩემ თავს ვაწონასწორებ რა და მაშინ ვარ თავისუფალი და არა მაშინ როცა ყველაფერს ვაკეთებ რაც მომეპრიანება ის სრულად არ არის თავისუფლება აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და ერთი საინტერესო და საოცრად კარგი რაღაცა უნდა ვთქვა აი წარმოვიდგინეთ ჩვენ ნამდვილად გვწამს რომ ღმერთი არსებობს იმედი მაქვს რომ გვწამს და სხვა შორის ძალაუფლება თავს ზემოთ ძალა არ არის გამოთქმა და მე ვამბობ რომ თავს ზემოთ არის ზუსტად ძალა თუ არის ხო თავს ზემოთ ხო და როცა გახსოვს რომ თავს ზემოთ ყოველთვის არის რაღაც ძალა ხო და ის თავს ზემოთ რო არის თანამედროვე დროს შენს გულშია ხო ეს ღმერთი რომელიც არის საოცრად დიდი შემაკავებელი და ვამბობ ასეთ რამეს რომ წარმოვიდგინეთ რომ ამხელა სამყაროს შემოქმედი ღმერთი რომ ესე მარტო მზე რო ავიღოთ მზე რამხელა ენერგიის მატარებელია ხო ხო რაღაც საოცრება მზე და განა ჩვენ შეგვიძლია შუა დღეს მაღალი ცხუნვარების მზის პირობებში დიდხანს გავჩერდეთ მზის ქვეშ რა გაგვიჭირდება ხო და მისი შემოქმედი ღმერთი როგორ ფიქრობთ განა და მილიონი მზეებია ხო ერთი მზე ხო არ არის აი ამხელა სამყაროში ამხელა ენერგიების შემოქმედი ღმერთი როგორ ფიქრობთ თავად რა ენერგიას უნდა ფლობდეს როგორ ფიქრობთ ხო განუზომლად დიდი ალბათ რო სიტყვებით რო მე მიფიქრია წარმოვიდგინეთ ღმერთმა რომ ინებოს ჩვენი ერთ დღეს და მთელი თავისი ძალის გამოვლენა რომ მოინდომოს ეს რა იქნება კეთილშობილური და სასიყვარულო აქტი იქნება თუ დავიღუპეთ მაშინ
გააჩნია ვისთვის რას გამოავლეს. ანუ თუ მთლიანად აი თან ენერგეტიკაზე ვამბობ რა, როგორც ცალსახად ხო დამთავრდა ყველაფერი. ამიტომ ნახეთ, ესე იგი ის რომ ყველაფერი არსებობს და არსებობს კიდევ რაღაც გარკვეულ ჩარჩოებში ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ღმერთი უბრალოდ აკავებს თავის თავს. ის რომ ღმერთი არის თავშეკავებული, აი მისი თავშეკავების წყალობით არსებობს სიცოცხლე. ეს მინდა ვთქვა. ეს მე მგონი არსად არ გაჟღერებულა და ძალიან იშვიათი რაღაცაა და ესე იგი თუ ღმერთის ერთ-ერთი უნიშნელოვანესი ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თვისებაა თავშეკავებულობაა. თუ კი ჩვენ უნდა ვემსგავსოთ ღმერთს, მე მგონი თავშეკავებულობაშიც საჭიროა ხო რომ რაღაცნაირად ჩვენი თავით შევაკავოთ ხოლმე და ანუ დავაბალანსოთ რა? კი. რა ძალიან რთულია. ძალიან რთულია, მაგრამ რაღაც მიმართულებით ხო უნდა იაროს ადამიანმა. ხო უნდა იაროს. და აღზრდის დროს ხო შეიძლება რომ ესეც მაგალითად მოვიყვანოთ ჩვენ რომ აი თავშეკავება, სხვა შორის მამა გაბრიელი ამბობდა რომ მე შემაკავებელი ვარო. კი, მახსოვს ეგ. შემაკავებელი. აი ხა იცი როგორი გასაოცარია, იმიტომ რომ არ გაგვიგია ხა ეს სიტყვები ჩვენ რას ნიშნავს შემაკავებელი. ხო, ანუ რაღაცა ბოროტებას დიდ და ძლიერს რო აკავებს ადამიანი რა, თავისი მადლით. ბატონო ვერა, მარხვაც ხო თავშეკავებაა. რა თქმა უნდა თავშეკავებაა. არა მხოლოდ საკვებზე. ეს არის ვარჯიში თავშეკავებაში, ხო? კი. არ არის მარტო საკვებზე და ცნებები ხო თავშეკავებაა. კი ბატონო. ზე ხო საუბრობდით. ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით, ცნებებზე ვსაუბრობდით. მაგრამ ის მაინც მითხარით რა, რატო აგიჟებს ძალაუფლება ადამიანს ესე საშინლად? ხო, იმიტომ რომ მას გონია რომ ყველაფერი შეუძლია. ყველაფერი შეუძლია და ყველაფერი რო შეგიძლია, რაღაცა გგონია. აი იქ უკვე ძალიან შეიძლება შეგეში, ყველაფერი არ შეგიძლია. სწორედაც უნდა იცოდე რომ არა გაქვს მაშინაც კი როდესაც თითქოს და ვითომ ყველაფერი შეგიძლია, უნდა არ დაგავიწყდეს რომ არც არაფერი არ შეგიძლია. მაგრამ აი იმ მომენტში როცა გონია რომ ყველაფერი შეგიძლია, ვეღარ აცნობიერებ რომ არ შეგიძლია. ხო, თუ არ ახარ მომზადებული ამ თვალსაზრისით, მაშინ ძალიან დიდი საცოდაობაა, ძალაუფლება. ორი დიდი მძიმე რამ არსებობს, ესეთი როგორ ვთქვა, ნეგატიური, როგორ ვთქვა, ორი დიდი დემონი არის, ესე ვიტყვი რა. ეს არის ძალაუფლება და ფინანსური შეუზღუდავი შესაძლებლობები. ისე ეგეც ძალაუფლებაა. ძალაუფლებაა, კი. სხვათა შორის. მაგრამ განსხვავება არის, იმიტომ რომ როდესაც ფლობ ამ ძალაუფლებას გააქვს, აი რაღაცა საოცარი დიდი ძლიერება, ნება, რომ ადამიანები, ასე ვთქვათ, შენ ჭკუაზე ატარო, ანუ განაგებდე, ხო? მათ ბედიღბალს თუ რა ვიცი, რატო უნდა კონდეს ამის სურვილი? იქნებ ყველამ თვითონ განკარგოს თავისი ცხოვრება და არ იყოს შენზე დამოკიდებული ყველაფერი. ეს არ არის ავადმყოფური? რა თქმა უნდა, არაჯანსაღია. ავადმყოფურია. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის ბნება. ბნება. მომაკვდინებელი ბნება. სად თავდება ჩემი თავისუფლება? სადაც შენი იწება. აბა და დამთავრდა ამით ეგ. გრიგოლ ხანძთელში არ არის პატივს ხედავ და პატივისგან მეშინი. კი, როგორ არა, კი. ხო და აი ეგ არის, ანუ ძალაუფლება თუ შენ მზად ხარ იმისთვის, რაც არის რეალურად ძალაუფლება, რაღაცა დოზით უნდა შეგეშინდეს კიდეც, იმიტომ რომ ამან შეიძლება ისე გაგრყვნას, გაგანადგუროს და სახე დაგაკარგვინოს. ცხადია. ძალიან ძლიერი უნდა იყოს, რომ ძალაუფლება მიიღო ისე, როგორც წესია. საცდურია ძალიან დიდი. ამაში არის საცდური. როდესაც შენ არ ახარ მზად ამისთვის. არსებობდნენ მეფეები, მონარქები, რომლებიც განაგებდნენ ქვეყანას. ჩვენს რეალობაში, მოდი საქართველოს სინამდვილე ავიღოთ, ხო? და აი ქრისტიანული მსოფლმხედველობით გამშვალული მეფე, რომელიც ფაქტურად წმინდა ცხოვრებით ცხოვრობს თავად, უყურებს ქვეყანას როგორც საკუთარ ოჯახს და არის მამობრივი, ასე ვთქვათ, მზრუნველის არქეტიპი, ასე რომ ვთქვათ, რომლის უპირველესი ამოცანა არის იზრუნოს მოყვასზე. ანუ ფაქტურად ქრისტიანულს აღასრულებს ყველაფერს, იცი? და ეს ხო ძალიან ბუნებრივია, რომ შენს ოჯახზე იზრუნო, თუ შენ ამას ოჯახად მიიჩნევ.
ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იყო მართლობის ფორმა, შეიძლება ასე ვთქვათ, ეხლა შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ ამ მონარქიულ წყობაში იყო იდეალისტური რაღაც მდგომარეობა. როდესაც ეს ღვთაებრივთან იყო თანაზიარებაში და ჭეშმარიტებასთან. და არა მონარქიის ხსენება იმ გაგებით, რომ ახლა ეს განაგებს ყველას, ვისაც როგორც უნდა ისე. არა, მასე არა. და ისეთი დიდი სიბზნე ჰქონდათ იმ ადამიანებს და კეთილშობილება, რომ აი ძნელი აღსაწერია ეგ. ჩვენი ცნობიერების მქონე ადამიანისთვის დაუჯერებელიც კია და ეხლა მეც რო ვამბობდი ამას თან ეს მეორე აზრი დამდებდა თან რომ ეხლა რამდენად შეიძლება ადამიანმა ეს მიიღოს ხო ხო აი ზნელად მისაღებია რაღაცა უცხოა შეიძლება უცხო იყოს მაგრამ ამ დროს არ არის უცხო ყველას ყავს თავისი რაღაც ოჯახი მადლობა ღმერთს და თუ მამა ხარ იცი რას ნიშნავს ხო ეს ზრუნვა შენს შვილებზე ოჯახზე იცი ხო და წარმოიდგინე თუ დიდი მამა ხარ მთელი ქვეყნის და ერის. ისევ იმ ამბავზე მინდა კონცენტრირდეთ და გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ასეთ აგრესიულ ფორმით დასჯა სიტყვა და საზოგადოება, უმეტესობა ლანძღავდა ამ ბავშვების მშობლებს. რეალურად მშობელი არის დამნაშავე იმაში, რომ ბავშვში ასეთი აგრესია და ასეთი წამებისკენ მიდრეკილია შვილი? კი, რა თქმა უნდა, ახლა ნამდვილად ვერ გავათავისუფლეთ პასუხისგებლობისგან მშობელს, იმიტომ რომ მშობელზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული, ხო, როგორ აღზის და ჩამოაყალიბებს თავიდან ბოლომდე მშობელზეა. ეს არის მშობლის პასუხისგებლობა. ჩვენ საუბარი ეხება არასრულწლოვნებს, ხო ასეა, რომელთა აღზის პროცესი ჯერ დასრულებულიც არ არის. თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, მშობელს თავისი წილი პასუხისგებლობა ეკუთვნის, ცხადია. ეს არ ნიშნავს, რომ ხა ვაგინო და ვლანძღოთ ეს მშობლები, ну რაღაცა თავი ვერ გაართვეს თავის მოვალეობას და შეიძლება ვერც მოთხოვო, იმიტომ რომ დღეს შეიძლება არც იმდენად დიდი ცოდნა იყოს იმისა თუ როგორი უნდა იყოს შენ როგორც მშობელი, როგორი უნდა იყოს შენ როგორც მამაკაცი შენი მეუღლის მიმართ ან და თქვათ ქალი თავისი მეუღლის მიმართ, როგორ უნდა ავლენდეს თავის თავს შვილებთან და ასე შემდეგ აქ ღირებულებებისა და ფასეულობის საკითხი ჩანს რომ აქ დეფიციტი სერიოზული ხო? იმიტომ რომ ბავშვი მაინც არის სარკე ოჯახის რა თქმა უნდა არ ეკლა თავიდან ბოლომდე და ოჯახი სარკე არის ქვეყნის ხო? ამიტომ ეხა ეს რაღაცა თითქოს ცალკე სადღაც ხდება და ჩვენ არ გვეხება და დავინახოთ რაღაცა გარკვეული როგორც რაღაც გარკვეული ჯგუფის პრობლემა და თითქოს ეხა ჩვენ სადღაც ოლიმპოს მთაზე ვართ ღმერთების ადგილზე მასე ალბათ არ უნდა შევხედოთ ხო მაგრამ მაინც მიჩიჩხინებს ხოლმე ესეთ პასუხს როცა ვისმენ და ვეთანხმები ალბათ არა საკაკი სიტყვები რა მარტო წუთონ არას უზავს თუ ბურებამაც არ უშველო თუ სიყვარულით არიან ბავშვები ნასაზრდოები იმათ არ უჩნდებათ ეგეთი სურვილი ამ ბავშვებს ყველაზე მეტად რაც აკლია სიყვარული არის აღიარება ანუ მათ ხო თავის თავზე წარმოდგენა ამ ნოლს ქვემოთ აქვთ ისინი ახლა ამით ცდილობენ თავის დამკვიდრებას სხვა ადამიანს რო აწამებ და დაამცირებ და ამით მე რაღაცა ღირსებას რო იძენ რა დონის საცოდაობაა ხო ეს მაგრამ ეს ჩვენი რეალობის უტყუარი სურათ ხატია და ალბათ რაც კაცობრიობა არსებობს ეს პრობლემა სულ არსებობს რომ ადამიანს ამ ფორმით უნდა და სადღაც თავის დამკვიდრება რაღაც სოციუმში ვიღაცის დაჩაგვრება ალბათ ადამიანს ნაკლებად უფრო ალბათ არა ადამიანს კი ბატონო რომელიც ადამიანად ვერ ჩამოყალიბდა და ვერ შედგა იმიტომ რომ ამას ახლა ჩვენ ადამიანებად სრულყოფილი გაგებით ვერ ჩავთვლით ხო ეს ანუ პრობლემაც მაგაშია რომ ადამიანად ვერ აღზარდეს მშობლებმა რომლებაც ის არის ის რომ სხვა ადამიანს არ უნდა გაუკეთო ის რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთოს ვინმე ხო აქ ხო ელემენტარული ღირებულებები არ გააჩნიათ ამ ადამიანებს და სიხარული ამ დესტრუქციის გამო და თან ერთობა არის ჯოგის პრინციპი ჯოგის სადაც არ არის ინდივიდი მან არავინ არ არის ინდივიდი ხო პიროვნებას მან რა უნდა ბატონო ვერა სწორი ჩარევით სწორი თერაპიით რამდენად შეიძლება ეს ბავშვები დაუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ პროცესს იცი რა ეხა როდესაც ადამიანებს მაგათ უკვე პასუხს აგებინებენ და მოხდებიან ციხეში ხო ეს ხო სასჯელია წავა კიდე მათი გაბოროტების პროცესი ხო იმ ფონზე რომ ციხე არ არის სამწუხაროდ თერაპია
თერაპია არანაირად არ არის, მაგრამ არის უკვე რაღაცა სამართალი, რაც კი, რაც აუცილებელია. სამართლიანი რეაგირება ხო საზოგადოებაში არსებული კანონების ამოქმედება ხდება და ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ თავისი საქციელის უტყუარობაში და სიკეთეში, ჭალებში აღმოჩნდებიან უბრალოდ ახლა ამ სასჯელის მდგომარეობაში, სადაც შეიძლება თავის მოიწონონ რა მაგრები არიან და როგორ გაუსწორდნენ ვიღაცას. ამიტომ ეგ წავა ახლა კიდე სხვა მიმართულებით. თუ იმ დაწესებულებაში აღმოჩნდებიან სპეციალისტები, ვინც რაღაც შემხებლობაში იქნებიან და ახლა ყველა ერთნაირად გაუტეხელი კაკალივით ხო არ იმოქმედებს ახლა იქ ალბათ სასჯელის ხანგრძლივობაც არ იქნება ახლა ერთი და ორ დღიანი, ხო? ანუ შესაძლებლობა ექნებათ ადამიანებს, რომ შეწუხდნენ იმ ხვედრით, რაც თავის თავს განუკუთვნეს, დაფიქრდნენ, ხო, საუგზის შემთხვევაში. უნდა მიეცეთ ეს შველა, ნამდვილად ჭირდებათ. რო ვთქვათ, ეხლა ჩვენ რო ახლა სამართლიანად ახლა დავსაჯეთ ესენი და ჩვენს ახლა გული მოვიახეთ, რომ აი ყოფა უტირეთ ამათ და სადღაც შევყარეთ, ნუ დაღუპვა ეგ ხალხო, დაღუპვა. იმიტომ რომ სამართალი სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ მოწყალებას რას უშვებით? მოწყალება არ ჭირდება ამ დასჯილ ადამიანს საბოლოო ჯამში, ანუ პრიორიტეტი მან თვითონ რომ მიანიჭოს სიკეთეს. ხორიშლოვანია მის ცხოვრებაში. მაგის საპირწონე ის იქნება ალბათ, რომ ის ბავშვი ვისაც ისე არ ადამიანურად მოექცენ იმის ფსიქიკა ღმერთმაქრას კარგად იყოს და მედიმავს ასე იქნება. იმის ფსიქიკა ალბათ დაინგრა სამუდამოდ, არ ვიცი. ის მსხვერპლი ვინც არის. ხო, რა ვიცი, იმის ფსიქიკა საშინლად აზიანდა და ჩავთვალოთ, რომ ფაქტიურად სულიერად მოკლეს ეს ადამიანი, ხო? მაგრამ რა თქმა უნდა, საჭიროა მისი რეაბილიტაცია, სრულყოფილი, კარგ ხელში უნდა აღმოჩნდეს და ასე ვთქვათ, ფეხზე უნდა დადგეს. რეაბილიტაციისთვის ვფიქრობ, სამართლებრივი სასჯელი ამ წამებლებზე ძალიან სწორია იმ ბავშვის რეაბილიტაციისთვის. კი. წეგან დაუჭირე ესეთი რაღაც არა რომ საუბრობდით ბატონო მე რა აღიარებაო მშობლის მხრიდან შვილის აღიარება მშობლის მხრიდან ანუ პირველ რიგში ადამიანი რომ შედგეს ზრდასრულობაში ერთ-ერთი აუცილებელი პირობა არის რომ ბავშვობაში იყოს აღიარებული მშობლის მხრიდან ასე რა თქმა უნდა და რა იგულისხმება მოდი ამ აღიარებაში რომ მშობლებმა გავითვალისწინოთ რაღაც იცი ბავშვი ხო უნდა იზრდებოდეს სიყვარულის ატმოსფეროში ნდობის ატმოსფეროში მე გიცხადებ შენ ნდობას მე გეუბნები რომ მიყვარხარ უძვირფასესი არსება ხარ შენ ჩემთვის და ემსახურები მე თვითონ შენ და მის სიყვარულს ასე ვთქვათ და სიკეთეს მჯერავს შენი და იმედი მაქვს შენი და შენ კარგი ხარ უძვირფასი ხარ ჩემთვის მე ბედნიერი ვარ რომ შენ მყევხარ აი რა ძალიან ბევრი რამე ვთქვი ეს სიტყვითაც შეგვიძლია და ქცევითაც ეს სიტყვითაც ჭირდება ადამიანს და ბავშვს იმიტომ რომ ბავშვის ფორმირება ხდება სიტყვით ხო მოგეხსენებათ ეხა არა მარტო ბავშვის ფორმირება უკაცრავად ეხა შეგიყვარდება აცოცხალი თავით არ ეუბნები რომ მიყვარხარ სიტყვას არ ეუბნები იმიტომ რომ დიდი არ ეუბნებით ანუ სიყვარულს უცხადებთ ადამიანები ერთმანეთს და ეს ხო რა ვიცი ასეთი იშვიათია ეს განა ესეთი იშვიათი კულტურაა ანუ ხო არა შეყვარებას უნდა უთხრა და შვილს არა ნაკლებად ხო და აი მაგალითად ერთმა გოგონამ მითხრა რომ აი არ მახსოვს მამა ჩემისგან მოფერება პატარა რო ვიყავიო 5 წლის 6 წლის აი არა მოფერება არ მახსოვს მამისგან ხო რას ნიშნავს ეს მასში არის მთელი განცდები მას უნდა რომ მამა ჩაიხუტოს მოეფეროს უთხრას რომ საყვარელი ხარ გოგონაზეა საუბარი მიყვარხარ რა ლამაზი ხარ რა მშვენიერი ხარ რა საყვარელი ხარ ეს რთულია ეს არის აღიარება შეგვიძლია ვთქვათ რომ ესეც ერთ-ერთი აღიარებაა ესეც ეს არის თუ არის ანუ არის საზრდო მე ვიკვებები
არა მხოლოდ რძიითა თუ რა ქვია რაღაცები ემოციებითაც ვიკვებები. ეს საზრდოა ხო ფსიქოლოგიური, ემოციური საზრდო ჩემი თვით შეფასება მამა რომელიც მოიწონებს გოგონას და აქებს მას და ეუბნება რომ ორი ლამაზი ხარ შენ ხო ის მის მომავალ ნაბიჯებში მონაწილეობას იღებს გათხოვებას რასაც ვეძახით ჩვენ ის დარწმუნებულია თავის ღირსებებში და თავის ასე ვთქვათ თავში და წარმოიდგინე როდესაც შენიშვნებს აძლევს მამა სამართლიანს აზია ლაპარაკი ჩვენ ხოს მთავარი სამართლიანობაა და ანუ აბსოლუტურად არის ესე იგი დაკომპლექსებული ბავშვი რა და სულ ეჭვი აქვს თავის თავში საბოლოო ჯამში აღარ არის დარწმუნებული სავში კარგია თუ არ არის კარგი საერთოდ არა ეჭვი ეპარება რაღაცა მე სათანადოდ კარგი არა ვარ იმიტომ რომ აგეს შენიშვნებს მაძლევენ აი არ ვარგი ვარ აი ეს ვერ გავაკეთე ის ვერ გავაკეთე ეს ისე ვერ ვქენი როგორც საჭირო იყო და რაღაცა არ ვარგი ვარ მე იგივე შეგვიძლია თქვა ბიჭებზეც რა თქმა უნდა ბიჭებზეც ხო ანუ ძალიან საინტერესოა მამის მხრიდან ზემოქმედება და დედის მხრიდან კიდე ხო აი რა სხვაობა ხო არ არის მაგრამ ისევ ამბობ მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ხა წეგან გავაკეთე აქცენტი მამისა და ქალიშვილის თაობაზე ხო ეხა ბიჭიც ხო ესეც საოცარი არის რომ აი ბიჭი თუნდაც იგივე სპორტშია ფეხბურთს თამაშობს თუ რაღაცას და მამა აივნიდან იხედება თუ გადმოიხედა და უყურებს როგორ თამაშობს და როგორ ხარ რომ აი მამა უყურებს მის წარმატებას და რაღაც და რაღაც ხა მთელი ენერგეტიკა მოდის ამ მშობლისგან ღმერთივით არის ხო მამა ხო შემოქმედია ესე არ არის და ქალები არ გამიწყრენ დედაც ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის გამართლა ეს უპირებო სიყვარულს რო გრძნობს შვილი ახლა პირად ჩემ მაგალითზე ვიტყვი რომ უგრძნობდი ჩემი მშობლისგან აი მამების დრო გვაქვს და მამაზე ვიტყვი თორე დედისგანაც ანალოგიურს გრძნობდი მამისგან რო გრძნობდი ამ უპირობო სიყვარულს დობას გვერდში დგომას ძალიან ბევრ რაღაცაში დამეხმარა ცხოვრების მანძილზე. არასოდეს შემშინებია შეცდომის. არასოდეს შემშინებია იმისთვის რომ წავიქცეოდი და სახში რომ მივიდოდი ვიღაცა ამის გამო გამრიყავდა. ხო. ერთი სიტყვა მიყვარს რა და ვამბობ რომ არ არის კაცოთხანს ლექსიკონში ეს რომ არაუშავს. ჩემი შვილის უმაგაზე დამცინის რომ რაღაცაზე მეტყვის რაღაც არაუშავს მამა და რომ რაღაცას მეტყვი ვიცი მამიკო რომ არაუშავს. მაგრამ და მე არაუშავს და გაგივლის. ხო. ეს ორია ჩემი საყვარელი მედიკამენტები არაუშავს და გაგივლის. აი ლოცვას რო ვამბობთ მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო. რა არის ნუგეშინის მცემელო? ძალიან მაინტერესებს რა. აი იყო ნუგეშის ცემა ხო რომ არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება ხო? სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველ ხარ რა მამას არ მიმართავთ თუ რა მიმართავთ ეს ძალიან მაინტერესებს. ვინმე სხვას მიმართავთ როგორ ფიქრობთ ხო? კიდე უფრო სხვანაირად ხო წარმოიდგინე და ეს ახლა მამა ზეციერისადმი მიმართვა ვინმე ფიქრობს რომ პატარა ბავშვისთვის მისი მშობელი მამა სხვა დატვირთვის მატარებელია? შენ შეიძლება არ გესმის შენი მნიშვნელობა, მაგრამ ის შვილს ესმის შენზე მეტად. ხო და ამიტომ იქნებ იყო ეს ნუგეშინის მცემელი მისთვის. იქნებ მიემსგავსო ღმერთს ამაში არ შეიძლება რა დანაშაული იქნება ეგ. არც არაფერი პირიქით. ანუ მე და შენ ხო გვიწუნია ერთმანეთთან და გაგვიზიარებია გულის ტკივილი და ნუგეშის თემა ამ სიბერეში გვჭირდება ხოლმე და წარმოგიდგენია შენ ბავშვს როგორ ჭირდება და როგორ ავსებს შენი ნუგეშის თემა ასაზრდოებს აფორმირებს აყალიბებს ღერც უქმნის საყრდენს ქმნის შენ კაცად აყალიბებ რა და ძლიერი ხარ ეუბნები შენ და მე მჯერა შენი და მე შენ გვერდზე ვარ ყოველთვის რა მაგარი რაღაცა ვიღაცა რო გენდობა და შენი ჯერა კი მე და მიშომ გადავწყვეტეთ ბატონო მე რა ყველა სტუმართან რაღაც სიყვარულის რაღაცა რეალური ისტორია მოვყვეთ ოღონდ ერთმანეთსაც არ ვეუბნებით ისეთ რაღაცას და თან გადავწყვეტეთ რომ აუცილებლად ხელით უნდა დავწეროთ ხოლმე ფურცელზე იმიტომ რომ ისე ვართ გადაჩვეული ხელით წერას და წეღან რო წერდი კარგახანია არაფერი არ დამიწერია და რაღაცა რო შემეშევდა ვეძებდი წაშლის ღილაკს და ვერ ვაგნევდი და ასეთი ისტორია გადავწყვეტე დღეს რომ ბოდიში სანამ დაიწყებ რატო გვინდოდა ეს რაღაცნაირად
იმედია ასე არ არის, მაგრამ გგონია, რომ ძალიან დაგვაკლდა სიყვარული ადამიანებს, აი ძალიან. ხო და ესეთი შემთხვევებით კარგი და პატივსაცემი ადამიანების სიყვარულის ამბებით გონია, რომ იქნება ცოტათი შეურხიოთ ის რაღაც ადგილი. მოკლედ ასეთი ისტორია მაქვს დღეს წარმოდგენილი. ბოლშევიკები რო შემოვიდნენ, რატო არ მიგვის ვექტემა ისში? ხო. რო შემოვიდნენ დასაწყისში თურმე კატეგორიულად არა, მაგრამ ცდილობდნენ რომ ბევრი ადამიანი არ დაეხრტათ, იმიტომ რომ ვითომ სახეს უნარჩუნებდნენ რეჟიმს. გადასახლებასაც ჯერ კიდევ ერიდებოდნენ იქიდან გამომდინარე რომ გულაგები არ ქონდათ გამართული სისტემა და კარგად ვერ აწამებდნენ ადამიანებს, თორე ადამიანებზე არ ფიქრობდნენ, ბუნებრივია. ისეთ ადამიანებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგი იყვნენ იდეურად, ასახლებდნენ გერმანიაში, ძირითადად გერმანიაში. ამ პერიოდში ცხოვრობდა თურმე ერთი ძალიან კარგი ახალგაზრდა შალვა მუჯირი, რომელიც აი როგორი ტიპი იყო, მოკეიფე, კარგი მოსწავლე, განათლებული და როგორი კარგი დასახასიათებელია, რომ ცხოვრობდა აღმაშენებლის გამზირზე და ტრამვაიში რო ჩაჯდებოდა, ყოველთვის მიდიოდა უნივერსიტეტში. მნიშვნელობა არ ქონდა რომელ ნომერში ჩაჯდებოდა, ტრამვაის ბრძოლებით ცნობდნენ, გადაუხვევდნენ და მიყავდათ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტისკენ მომავალ ტრამვაის ყველა ეძახდა, თურმე შალვა მუჯირის ტრამვაი მოდისო. აი იმდენად დაფასებული პიროვნება იყო. ამას ყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, რომელსაც ყავდა ასევე არაჩვეულებრივი საცოლე. მაგრამ ეს მეგობარი იდეური მოწინააღმდეგე იყო ბოლშევიკური მთავრობის და გადაასახლეს გერმანიაში. მუჯირის მაგაცი. გადასახლებიდან რამდენიმე დღე იყო გასული თურმე და ეს საცოლე მოდის უნივერსიტეტის წინ, შალვა დგას უნივერსიტეტის წინ მეგობრებთან ერთად და ეს გოგონა რო დაინახა მეგობრები გააჩერა, გადაუდგა ამ გოგოს და უთხრა ცოლად უნდა მოგიყვანო. ეს იყო შოკი ყველასთვის, იმიტომ რომ განუყრელი მეგობრები იყვნენ და უცბად ამ მეგობრის საცოლეს ეუბნება რომ ცოლად უნდა მოგიყვანო. ძალიან წარმოუდგენელი ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერაფერი უთხრა, ეს გოგო იმდენად დაიბნა თურმე, რომ ხმა ვერ ამოიღოთ, მართლა რამდენიმე დღეში სიონში ჯვარი დაიწერეს, ჯვრისწერიდან გამოსულებმა ეს გოგო ჩასვა ფაეტონში და სახლში გაუშვა, თვითონ ძმა ბიჭებთან ერთად წავიდა და ქორწილიც კი გადაიხადა. გამოხდა ხანი არც თუ ისე ბევრი დაახლოებით 3 თვე და საბჭოთა პერიოდში თურმე აი ამ პერიოდში ჰქონდათ ასეთი წესი რომ უცხოეთში სასწავლებლად ადამიანებს უშვებდნენ ოღონდ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ახალ დაქორწინებული და ერთ-ერთი წყვილი მეორე მძევლად რჩებოდა რომ ის იქ არაფერს გააფუჭებდა. შალვა მუჯირმა გადაწყვიტა რომ თავის ცოლი გაიშვა სასწავლებლად გერმანიაში და თან გაატანა წერილი რომ ჩახვალო იქო ჩემი მეგობარი მოძებნეო გადაეც წერილი. წავიდა ეს გოგო გერმანიაში და მოძებნა თავისი შეყვარებული და გადასცა წერილი, სადაც ეწერა. ჯიგარი. ხო. მეტირება ხოლმე როს. სადაც ეწერა რომ შენ საცოლეზე ჯვარი ავიყარე, ხელუხლებას გიბრუნებ. და ანუ გააკეთა რა რომ სხვანაირად ეს გოგო ვერაფრით მოხდებოდა თავის რეალურ შეყვარებულთან, თავის ქმართან, საქმროსთან. და ამან ეს ქორწინება გაითამაშა. დაახლოებით 2 კვირის თუ 3 კვირის მერე ჩეკამ გაიგო რაც მოხდა და შალვა მუჯირი დახვრიტეს. აი უმძიმესი ისტორია, მაგრამ რამხელა სიყვარული და რამხელა მეგობრობა. კაი, მომეწონა. აი რო წავიკითხე ხოლ პირდაპირ ვამბობ, მე ვერ ვიზამდი. ეკაც მარიცი ხან ხო, არ ვიცი, ძალიან რთულია რომ ესეთი რაღაცა გააკეთო, იცოდა რომ ბოლო ეს იქნებოდა, დახვრეტდნენ, თუ არ დახვრეტდნენ, გაუუბედურებდნენ ცხოვრებას, მაგრამ თავისი საყვარელი ადამიანის, თავისი საყვარელი მეგობრისთვის გააკეთა ეს და ეს ისტორია მერე მოყვა ამ ქალის და იმ მეგობრის შვილიშვილმა. სიყვარულის საოცარი ამბავი. საოცარი ისტორია, დამადუმ. ხო, ძალიან მაგარი ისტორია იყო და დიდი ადამიანები უცეკლოდ იკარგებიან. შალვა მუჯირი უმეტესობისთვის არაფრის თქველია, მაგრამ გააკეთა ძალიან მაგარი. ხო, ეს არის სიყვარული, ეს არის თავდადება, თავგანწირვა, ხო? ისეთ თემაზე გადავიდეთ, რომლის გამოც ადამიანები მეგობრებსაც კარგავენ, მშობლებსაც კარგავენ და საკუთარ თავს კარგავენ, რაც ყველაზე დიდი უბედურება დამოკიდებულებაზე, ნარკოდამოკიდებულებას მინდა ამ შემთხვევაში შევეხო და ბატონო მერაბ, რამდენადაც ვიცი მუშაობ თქვენ დამოკიდებულებების მიმართულებით. ხო და კი ყველა გადაცემაში მე დავადობ საუბრობთ ხოლმე ცოტა ხანი მაინც ნარკოდამოკიდებულებაზე და თქვენთან კითხვა მექნება, რომ საერთოდ რატო უჩდება ადამიანს გასინჯოს აი ეს საშინელება, რასაც ქვია ნარკოტიკი რა.
ან დამოკიდებულების ნებისმიერ რაღაცის მიმართ რა აჩენს, რა მიზეზი? ზოგადად ადამიანი ეძებს ბედნიერებას. ბედნიერებას. 60-ს ეძებს. და ოღონდ მან ძალიან მნიშვნელოვანია რა გზებით უნდა მოიპოვოს მან ეს ასე ვთქვათ ტკბობისა თუ ნეტარების მდგომარეობა რა. სწორი მართალი გზებით თუ რაღაცა უნდა მოვიპაროთ ჩვენ. აი იქაც ადამ და ევას შემთხვევაში რა პრობლემა იყო დაუშვათ ის აკრძალული ხის ნაყოფი რო მიირთვეს რა მოხდა მე ხა რა იყო ხა ასეთი რაღაცა არ შეიძლებოდა მაგრამ რა მოხდა ადგენს და ის არა ფაქტიურად იქაც მოხდა წესის დარღვევა ხო სიტყვის არ შესმენა რაღაცა საზღვარი ზღვარი ნიშნული და ამ ნიშნულს გადაბიჯება არის დანაშაული. სიტყვა დანაშაულის გაგება ნახეთ რაღაც ნიშნულს გადასვლა, ზღვარს გადასვლა არის. ესეც თავშეუკავებლობაა, ნახეთ რა საინტერესოა. ეხლა მანდ რა იწვევს მართლა? ახაც ხო დეფიციტია. ანუ შე რაღაცა გაკლია, არა ხარ ბედნიერი. ისე ბედნიერებასთან ბედნიერი არა ხარ რა ნამდვილად ნახე რაღაც გაკლია იმ შოკოლადს რომ მიეტანები გინდა ჩურჩხელა იყოს და გინდა ნებისმიერი რამე რატო შოკოლადი რა არის იქ ხო რაღაც ბედნიერების ჰორმონები და ენდორფინებს რო ამბობს ჩვენ ხო იმის შემცველობაა მეტი და რა გაკლია ასე სასტიკას და სასწაულად ჩვენ რომ ამისი ხელოვნური შევსება გვინდა ან ეს რაღაც მარადიული დეფიციტია თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი სიყვარულის თემა ხო მთავარია ხო და იქაც ეს ჩვენ ხო მშობლებისგან მოვდივართ და წარმოიდგინე რომ ხშირად არის კონფლიქტი იმ მშობლებსა და შვილს შორის. განმაპირობებელი ამის, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, იმის ამაზე არ ფიქრობს. მაგალითად ბიჭი რომელიც თამაშობდა, დამოკიდებული იყო, ხო? ნუ აი თამაში ხო კიდე საშინელებაა. მამის პრობლემა იყო ძალიან მძიმედ წარმოჩენილი. და ჩვენ ვიმუშავეთ მამის თემის დაალაგებაზე, შვილისა და მამის მორიგება შერიგებაზე, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენაზე და ჰარმონიაზე, რაც ფაქტურად ანგრეული იყო. ანუ წეღანს მამისა და ღმერთის თემაზე ვსაუბრობთ, არა, როგორც საფუძველი და საყრდენი ჩვენი კეთილდღეობისა რა და წარმოიდგინე რომ ეს დარღვეულია. ეს მამასთან კავშირი გინდა დედა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა მშობელთან. ხო არის ძალიან თქვათ იქ ნეგატიურად არის რაღაცები დეფიციტში მაქვს მე არაფერი არ მაქვს მე ვერ ვიღებ ვერც აღიარებას ვერც მიღებული ვარ პირიქით კონფლიქტია ანდა წავიდა მამა დატოვა ოჯახი ეს ნიშნავს რომ მე დამტოვა და მე ვარ მიტოვებული და უარყოფილი ვარ რა და ეს არის როგორი კატასტროფა იცი სულ რაღაც გინდა რომ შეივსო ეს ტკივილი და ეს რაღაცა წუხილი შენი სულისა ამ უარყოფისგან გამოწვეული რო გაქვს თან რა თავარ წყაროს ხარ მოწყვეტილი ხო мама დედა ხო და მე მიდის უკვე რაღაც საშუალებებით რაღაც ამ დეფიციტების შევსებაზე ზრუნვა ასე ვთქვათ და მე ვხდები დამოკიდებული და ის თავიდან ძალიან კარგია თითქოს ვითომ ხო აი ხო საცტური და ხაფანგია სინამდვილეში რომელიც მე მთელი ცხოვრება მე მანგრევს ერთი 64 წლის ბენეფიციარი ოს დავახატინე შენი ცხოვრება და მიხატე მეთქი რა და დახატა ასე მამაკაცი რომელსაც აცვია ცისფერი შარვალი და ვარდისფერი ზედა მისდევს პეპელას წინ უბრალოდ ორმოკი არ არის უსრულია გზა თავდება იქით გზის გაგზელებაა მაგრამ აქ შანსი არ არის გადახვიდე ვარდები რა სიკვდილია წინ სიკვდილია ანუ შენი ხედები ზევით პეპელასკენ ანუ საცდურისკენ რაც შენ სულს ახარებს ეს ვარდისფერი ნიშნავს სულ ინფანტილიზმს თუნდაც ამ 64 წლის ასაკში ანუ კაცად ვერ ჩამოყალიბდი და ისევ ბავშვი დარჩი ბავშვი რომელიც ისევ თამაშობს ისევ რაღაც პეპლებს დაძდევს და წინ რა ელოდება ნახატში იყო დახატული
ეს არ არის ხა ტრაგიზმი, ეს ნახატი არის, აი რაღაცა საოცარი ტრაგიკულობის სავსე, ხა თუ არის ის ადამიანმა შინაარსი და სათაური თუ ან როგორ შეიქმნა, რა ჩვეულებრივი ნახატია, ხო? ხა ვიღაცა ჰუმანისტი ფიქრებს, რომ ნუ ახლა მიხვდება იქ რომ მივიდო, მე რაღაცა გაჩერდება. არა. ჩვენ მივდივართ მივექანებით უფსკრულისაკენ, კაცობრიობა, რომელიც ასე ვთქვათ, ცრუ ღმერთებს ემონება, ასე ვთქვათ. ხო და ესეც ჩემი ღმერთია, ხო, ის რაღაცა წამალია თუ რაღაცა ის ჩემი ნეტარების საშუალება, ხელოვნურად მოგონილი, აბსოლუტურად დემონური მოვლენაა, სინამდვილეში მას ღმერთი ჩაანაცვლა ჩემში. ამ კუთხით ჩვენ არ უყურებთ ახლა სულიერი და რელიგიური კუთხით საერთოდ პარალელებს არ ვაკეთებთ, მაგრამ არის რა, რეალურად არის აცდენა გზიდან და სასიკვდილო გზაზე დადგომა, ხო, რაც იმ ადამიანმა დახატა. და ხატავს ქვეცნობიერი, ანუ პასუხს იძლევა აბსოლუტურად ზუსტს. არ ჭირდება იმის აკადემიზმი რაღაცა განსაკუთრებული ღრმაცოდნები, რომ ეს დადოს. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მაინც ვიდივართ იმაზრამდე, რომ თუ აღზრდის თემები კარგად არის დალაგებული, შესაბამისად თუ განათლებულია საზოგადოება, ან ბიჭი რომელსაც განზახული აქვს, რომ გოგონა ცოლად მოიყვანოს და გოგონა რომელმაც იცის რომ თხოვდება გარკვეული ცოდნა და წარმოდგენები აქვს, ასე ვთქვათ, მას მამაკაცის შესახებ, როგორც მოვლენისა შესახებ და პირიქით და ოჯახსაც პასუხისმგებლობით ეპყრობიან, იმიტომ რომ ეს შვილიერებას უკავშირდება და მე იმათ აღზდას და რა ის ახლა ახალგაზრდებმა მაგდენი, ხო, რაღაც თავისი ოჯახური სცენარების იქით ბევრი არაფერი იციან, ხო? რაც ხდებოდა გამოცდილება აქვს ხშირ შემთხვევაში. ხო, და ხშირად ნეგატიური გამოცდილება აქვს. მე ვამბობ, რომ რაღაცა ბროშურა რო წაიგითხოს ერთმა მეორეზე, მეორემ პირველზე, ან ორივე შვილის აღზრდის შესახებ, ხო შეიძლება ამაზე ადამიანი დაფიქრდეს და მოდი ახლა ჩვენთვის თუ დავსვათ კითხვა, ვინმე რამე წიგნს კითხულობს ამ შემთხვევაში, როცა ესეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს ხო ცოტა სასაცილოთაც კი შეიძლება, ასე ვთქვათ, გაჟღერდეს და ჩვენს აღმოჩნდეთ ახლა საკითხს ასე დაყენებით ერთგვარი ბულინგის მსხვერპლი. ხათაშორის არის ერთი ასეთი წიგნი, როგორ აღზარდო ჩვილე. წიგნის მაღაზიაში მუშაობდი, იყიდებოდა და მაშინ სულ ამოდი მეთქი, ამას წიგნი რაში სჭირდება, მაგრამ მე მეთქი რომ გავხდი მამა და მივხვდი რომ ბევრი რაღაცა კი არა, თითქმის არაფერი არ ვიცოდი, მივხვდი რომ ვიღაცისგან მე მჭირდებოდა დაწერილი რჩევები. კი ბატონო და როდის უნდა გავხდეთ ჩვენ წიგნიერი ერი? რაღაცა ლექსად კი გამომივიდა. ხო და არ შეიძლება რომ ელემენტარულ საკითხებში, რომელიც ასე ვთქვათ უზრუნველყოფს ჩვენი საზოგადოების სიჯანსაღისა საკითხებს და პირდაპირ უკავშირდება მის ავადმყოფობებსაც და სნეულებებსაც, კან არ შეიძლება რომ აქ ცოტა მეტი განათლება მივიღოთ, ასე ვთქვათ, საჭიროც არის. ბედნიერებისთვის, აი არ ვიცი, ყველაფერს სწავლობთ ჩვენ, იცი? სწავლობთ ფიზიკას, სწავლობთ ქიმიას, იქ უმაღლეს თუ უმდაბლეს, რავი, ყველაფერს სწავლობთ, რაც შეიძლება და არ სწავლობთ ბედნიერი ცხოვრების მოწყობის ხელოვნებას და ცოდნას არავინ არ გვაძლევს ამ მიმართულებით, რომ ვიყოთ ბედნიერები, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები, არ იყვნენ რაღაცაზე დამოკიდებულები, ჩამოკიდებულები, დეფიციტში არ კონდეთ ეს სიყვარული, არ შეიძლება, ეს ასეთი რთულია. ეს ხო არის უმთავრესი თემები და საკითხები, განა რამეზე შეიძლება სხვა რამეზე იყო აქცენტირებული და ეს იყოს აბსოლუტურად გვერდზე გასაწევი და მეათეხარისხოვანი. მე დიდი ხანია მინდა ჩამოვაყალიბო საქართველოში ბედნიერების ინსტიტუტი. 90-იანების საშინელმა პერიოდმა თაობები შეცვალა თუ ვის ახსოვდა მაშინ ბედნიერება და სიყვარული ბატონო, გადარჩენაზე იყვნენ და ჭამაზე იყვნენ და იქნებ შულებისთვის რაღაც მიეტანათ და იცი რა, მაშინაც გვახსოვდა ბედნიერება, ახლა გეტყვი. იმ პერიოდში მე ბევრ ადამიანს დავეხმარე, ვისაც არ ქონდა უბრალოდ პურის ფული თუ ტალონები თუ ჩამოსული იყო და აქ არ ქონდა თქვა ოფიციალურად შესაძლებლობა რო ისა, რა ვიცი, გადავარჩინეთ ერთმანეთი ქართველებმა და იმხელა სულიერება და სიყვარული და სითბო გამოვავლინეთ, რომ დღეს აღარ არის მსგავსი. დღეს ნამდვილად არ არის მსგავსი და რატო არ იყო, ყოველთვის იყო, ბოდიში ვიხდი, არ მინდა რომ დაგეთახო მაგამ ბავში, რომ რაღაცამ ძალიან წაშალა, პირიქით იმ განსასწელმა ჩვენ
ძალიან ბევრი დაგვაახლოვა და დაგვაკავშირდა ესეთ რაღაცები გაგვაკეთებინა, რაც ცხოვრებაში არ გაგვაკეთებია სხვა დროს და შეიძლება დღეს ვერ ვაკეთებთ იმას. მე მინდა ასე ვთქვა რა. ცხოვრება საინტერესოა თავისი სირთულეებით და შემოთავაზებებით და ნებისმიერ სიტუაციაში, როგორიც არ უნდა იყოს ცხოვრება, ყოველთვის რჩება ადგილი სიყვარულისთვის, ურთიერთმსახურებისთვის, სიკეთისთვის. ეხლა რადგან სიკეთეზე ვლაპარაკობთ, ბატონო მერაბ, ერთი სიკეთის ჟესტი გავაკეთოთ ჩვენი მეგობრებისგან. წერან მითხარით, რომ ყავს არაჩვეულებრივი მეგობრების სუთი ფაუერი, რომელიც გვანებირებს ძალიან კარგი ჩურჩხელებით. რა სამყო. ესე იგი, ეს არის შოკოლადის ჩურჩხელა. მადლობა. ეს არის ტრადიციული ხილის ჩურჩხელა, ხილის კი არა, ყურძნის. ყურძნის წვენი. ეს შოკოლადი და ეს არის ჩემი ფავორიტი ბროწეულის ჩურჩხელი. გებრიელეს. მაგით დავიწყეთ. კი ბატონო, ოღონდ მიშო ამბობს ხოლმე და მე ეხლა მე ვიტყვი რომ ეხლა არ გახსნათ, თორე შეიძლება შეგიჭამთ ეს არ გახსნათ. მადლობა ჩვენს მეგობრებს სუთი ფაუერს ასეთი კარგი საჩუქრისათვის, ასეთი ტკბილი გებრიელი პროდუქტისათვის და სიკეთისათვის, კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რატომაც ძალიან მინდოდა თქვენ თამაშლა იყო ის რომ ზღაპრების თემაზე ძალიან დიდი შრომა გაქვთ გაწეული რამდენადაც ვიცი და არქეტიპები გაქვთ მამაკაცის არქეტიპები ხო ასე კი ხო სანამ თქვენ პასუხს და მოვისმენ და სანამ თქვენ გვეტყვით რამეს ესეთი უცნაური რაღაცა მინდა თქვა რომ ქართული ზღაპრების ლანძღვა თუ გაქილიკება რა ძალიან მოდაშია რა მართლა ხო რაღაცა ბავშვებსო სიზარმაცეს ასწავლისო ტყუილებს ასწავლისო ეგეც ხო არის ესე იგი ისევ საკუთარი თავის მნიშვნელობის წამოწევის საშუალება, რომ რაღაცას რო უარყოფ, ესე იგი მაგარი ხარ, შენ მეტი ხარ. აი რას გვაძლევს ეს ქართული, თუნდაც ის ზარმაცინაც არქეკია, თუნდაც ის და ეს არქეტიპებზეც რო გვესწავლე. წერჩიტა, რომელიც თავის ბარტყებს უყრის მელიას. ხო, აი მინდა ეხლა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვამცნო საზოგადოებას, რომელიც ჩვენ გვისმენს, რომ ჩვენს ცენტრში განხორციელდა ესეთი პროექტი, ჩვენ დავწერეთ და გამოვეცით წიგნი, ზღაპრების წიგნი, რომელიც არის თერაპიული ზღაპრები. თერაპიული ზღაპარი ნიშნავს იმას, რომ აი ესეთ რაღაც საშინელებებს იქ დიდად ვერ შევხვდებით. პირიქით, თუ კი რაიმე პრობლემა აქვს და მილიონი სახის პრობლემა შეიძლება გქონდეს, ხო, ბავშვს. ეს თითეული ზღაპარის დასაწყისში წერია აი რა თემაზე, თუმცა რა პრობლემა აქვს, აი უნდა წაუკითხო და უშოთ ეს ზღაპარი ან ის ზღაპარი ასე მსახურება და ну მოკლედ ერთი 10 წლიანი პროექტია, ჩვენ დიდხანს ვეძებეთ ვინც ხორჩიასხა და ვინც დაწერდა ასეთ, მაგრამ ну რაღაც სურვილი ნაკლებად ჰქონდათ ხალხს და საბოლოო ჯამში შევქმნით ჯგუფი რომლის დატრენინგებაც მოხერხდა, ასე ვთქვათ, იმ ფსიქოლოგიური ცოდნის მეშვეობით, რომელიც აუცილებელია, რომ შეიქმნას მსგავსი ზღაპრები. რაც არის მხოლოდ პოზიტიური და ძალიან დადებითი ზეგავლენის. ასე რომ ამას რო წაიკითხავს ბავშვი, კოშმარი კი არ ექნება ღამე და უძილობას კი არ გამოიწვევს. ამეთ პირიქით თკვილად დაიძინებს და თან თუ სიბნელის შიში აქვს რაღაცა იქ ნელ-ნელა მოეხსნება, იმიტომ რომ იქ რაღაცა ისეთი მაგალითებია მოყვანილი, რომელიც მის ქვეცნობიერში ჩაიწერება. ზოგადად აი ქვეცნობიერში ინფორმაცია იწერება სწორედ ძილის წინ, როდესაც არის რაღაც განსაკუთრებული ვიბრაცია ქვეცნობიერისა, აი ესეთი ძილფხიზლობის პერიოდში და აი ძალიან კარგად იწერება ამ დროს, ესე იგი ეს ინფორმაცია. ამიტომ ჩვენ ეს რო გავაკეთეთ, ხა ძალიან კმაყოფილები ვართ ამით და შემდეგ კიდევ ვაპირებთ, რომ კიდე სხვა ახალი წიგნიც გამოიცეს, რომ ისიც აი რუსეთში იყო პეტერბურგში ზღაპრი თერაპიის ინსტიტუტი. წარმოიდგინეთ, ინსტიტუტიც კი არსებობს და ჩვენ აი ახალ მოვახერხეთ ღვთისმსხალობით აი ამ პირველი ზღაპრების თერაპიული ზღაპრების წიგნის გამოცემა და ჩვენს ასე იგი თუ აკრიფავენ ადამიანები, ასე ვთქვათ, თერაპიული ზღაპრებისა და
იგავების არხს YouTube-ზე, აი იქ ჩვენ ვკითხულობთ ამ ზღაპრებს და ბევრს ან საინტერესო რაღაცას ნახავს მსმენელი დაინტერესებული ცხადია. რაც შეეხება არქეტიპებს ზღაპრებში. ხო, არქეტიპებს არის თქვათ, მამაკაცებისა და ქალების არქეტიპები. მამაკაცების არქეტიპი 7 არქეტიპი არის. ეს არის თქვათ პირველი არის მებრძოლის არქეტიპი, ხო? კაცის არქეტიპი, მებრძოლის არქეტიპი და ნებისმიერი არქეტიპების განხილვისას საუბრობთ იმაზე, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი გადის თავის განვითარების სხვადასხვა ფაზებს, შეიძლება იმყოფებოდეს თავის განვითარების საწყის ეტაპზე, ცხადია, მერე საშუალო დონეზე, ანუ პირველი არის დაბალი დონე, მერე არის საშუალო დონე განვითარების და მერე უკვე სრულყოფილია, ხო? და აი მებრძოლის არქეტიპის წარმართველი არის სამართლიანობის იდეა, რაც ჩვენ ვახსენეთ. სამართლიანობის იდეას აქ სიბრძნე არ ერწყმის დასაწყის ეტაპზე. მისთვის მნიშვნელოვანი იჩხუბოს. იჩხუბოს ნებისმიერ შემთხვევაში. გალახოს იქ ვიღაცა ბავშვი დაჩაგროს, ხო? და ბედნიერია. აი ის მეორე მსგავს ბიჭს ეტყვის, რომ აი ის ვცემე და ის და მოდი ხა ერთად ვცემოთ და რაღაც ნახე იმ თემას მახსენდება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ რა. ხო, ეს მებრძოლის არქეტიპი დალილავებული დადის. ერთმანეთს უჩვენებენ მე რომ ნახე მე აქ ეს ჭრილობა მივიღე. აი ამ თქვათ ომში რომ არიან დავუშვათ მეომრები და მებრძოლები, შეიძლება ეს ამოყო კონდეთ, რომ აი ეს ჭრილობა მიიღო იმ ომში, ეს ჭრილობა იმ ომში, ხო? ხო ჩვენ ვამბობთ, რომ აი მეფე ერეკლეს ამდენი ჭრილობა ქონდა, ხო? ეს ხო იმის ნიშანია, რომ ბერომში იყო. მებრძოლი იყო და ნუ ესეთი რაღაცა დამსახურებული მოსხარ. ერეკლე დიდებული იყო და ვინ შეედრება მას, მაგრამ აი ჭრილობებსაც ხო ვაქცევთ ყურადღებას და ასე მიდის აი ამით თავის მოწონება, ეს რაღაცა თითქოს ის არის, რაღაცა ჯილდოა მიღებული და მისი სიძლიერის ნიმუშია რა თავდადების. და მე როდესაც უფრო ვითარდება ხდება რომ ეს სამართლიანობის იდეა არ არის ასეთი უნივერსალური რა. შეიძლება შენ დაინახო რომ ორი ადამიანი ჩხუბობს და ორი კი არა შეიძლება სამი ერთს ურტყავს სიტყვაზე და აუცილებლად გადახტები იქა და ჩახტები ამ ერთის სასარგებლოდ. და მე გვიან შეიძლება აღმოაჩინო რომ ის ერთი ტყუოდა ძალიან საშინელება ქონდა გაკეთებული იმათთვის და აი ესეთ სიტუაციაში შენ ჩაერთო, იმიტომ რომ შენ მებრძოლის არქეტიპი გაქვს და იცავ ის დაჩაგრულს, ხო, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეზე ხარ და ეს დაჩაგრული ყოველთვის შეიძლება არ იყოს გენიალურობით გამორჩეული, ხო, და იმ მომენტში და იქ შეიძლება რაღაც სამართლიანობა უნდა აღსრულებულიყო და შენ ამის შესაძლებლობა იქ არ მიეცე. ეს ძალიან საინტერესო და რთული თემაა. არის მონარქის არქეტიპიც, ეგეც ვახსენეთ, ჩვენ ახს მონარქი ვახსენე. მანდაც განვითარების სხვადასხვა საფეხურებია. მონარქისთვის მნიშვნელოვანია რომ ის იყოს მთავარი სიტყვის თქმელისა და მას ექვემდებარება ყველა. იქაც არის სხვადასხვა ვარიანტები, მანდ არის წამყვანი პასუხისგებლობის გზნობა. აქ თუ ეგრეთ წოდებული სამართლიანობა აღძრავს და ამოძრავებს, ამ შემთხვევაში პასუხისგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შენ ერის წინამძღვრობაზე თავსდებ და ისეთ სიტუაციაში აღმოაჩენ შენ ერის ნაწილს, სადაც გათამაშდება შეჯახება მტრულ ძალასთან და შენ პასუხს აგებ იქ თითოეული სიცოცხლეზე წესით. თუ შენში არის ეს მამის არქეტიპი და ასე ვთქვათ მონარქის არქეტიპი, ეს არ ნიშნავს რომ მაინდამაინც ხო მეფეები ვართ, ხო? ეს არის მზრუნველობითი ფაქტორი. მაშინ შენ კეთილს ინებებ და იფიქრებ იმაზე, რომ შენი პასუხისგებლობა, რომ ეს ერის ხალხი, საერო ხალხი, არა ჯარის ნაწილები, არამედ საერო ხალხი არ აღმოჩნდეს მსხვერპლის როლში შენი თქვათ უგუნური ქცევიდან გამომდინარე. ამიტომ
აქ ეხა ამ ხრივ გამართლება ამ ამბავს არ აქვს, როდესაც შენი გადაწყვეტილების გამო ერთი 20 კაცი თუ 30 თუ 50 შეიძლება შეეწიროს ამ იდეას. და აქაც სერიოზულ სისტემებთან გვაქვს საქმე და რეალურად უპასუხისგებლობასთან. ხვდებით ხო? ჩვენი ისტორია ესე მიდის, რომ არ ვიცი რა ურაპატრიოტიზმი გჭირს და ვერ ვარჩევთ შავსა და თეთრს თუ სრულყოფილებას არასრულყოფილებისგან. რაღაცა მოდი კრიტერიუმები ცოტა ისეთი იყოს რა გავზარდოთ მოთხოვნილებები, ხო, რაღაც მოვლენების მიმართ და ნუ იქნებით კერპ თაყვანისმცემლობის ავადმყოფობაში გადაჭრილები. ხვდები ხო? რა აი გადავეშვით ახლა იქა და ვიღაცა გამოვაცხადეთ გმირად და ეს გმირი შეუმცდა რათაც ვაქციეთ. ანუ აბსურდში ვართ, ხვდებით ხო? გმირი შეიძლება იყოს და თავდადებული და ღმერთმა სიკეთე მისცეს ყველა გმირს. მაგრამ ეს ავტომატურად ხო არ ნიშნავს მის სრულყოფილებას. ხო, თქმა უნდა. ხვდებით ხო? ამიტომ რაღაცნაირად ეს არქეტიპების ღრმად ცოდნა ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. გასწავლის თუნდაც იმას, რომ თუნდაც სწორად შეაფასო მოვლენები და არ აღმოჩნდე აბსურდში, აბსურდის თეატრში. მეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და თავად ის ადამიანები, რომლებიც დაუშვათ განიზრახავენ სიკეთეს ქვეყნისათვის და სიყვარულის იდეით მოდიან. ნუ თუ არ უნდა საზრდოობდნენ და ხელმძღვანელობდნენ სრულყოფილი ცოდნით და წარმოდგენებით მათ პასუხისგებლობის თემებს რო უკავშირდება. ესეც ხო ელემენტარულია, მეგობრებო, რამე განსაკუთრებულს ვამბობთ. მაგრამ ხო შეიძლება ესე იგი სამის დღემჩიოთ მოუმზადებლები ვიყოთ ნებისმიერი მოვლენის მიმართ და აღმოჩნდეთ ხშირად მსხვერპლის როლში და მე ვერც მიხვდეთ რა სადაღმოში და მსხვერპლის როლი გავასაღოთ მე გამარჯვებულის და ტრიუმფატორის რეალობით ასეთი ის მივცეთ სურათ ხატი. ეს ხო აბსურდია, ასე თქვით. კი, აბსურდია, აბარა. ხო და როდესაც ხო შეიძლება პატიოსნად ვთქვათ ჩვენ შეცდომებზე. ისე რომ კი არავინ ლანძღოთ და ვაგინოთ, ახლა მეორე უკიდურესობაში გადავიდეთ, რომ აი ეს ვინ ყოფილა, ეს რა უქნიათ თურმე, ხო? უბრალოდ ხო ჩვენ შეიძლება ეს ცოდნა გჭირდება იმისაც, რომ რაღაცნაირად დავაზღვიოთ ჩვენი თავი არა სამომავლოდ, რომ მისღებში ამ შეცდომებით ნოვივლით ამ პოლიტიკურ ამასცენაზე თუ ნებისმიერ მიმართულებით რა მოხდება რომ ჩვენ სიბზნეც გვახდეს თან ნუ თუ ეს ასეთი მიუღებელი და წარმოუდგენელი სხვათა შორის ჩვენ ისტორიის წიგნებში ხოლმე დიდი გამარჯვებები ისწავლება ის შეცდომები რაც დაშვებული გვაქვს და ბუნებრივია ახლა ამდენი საუკუნის ისტორია გვაქვს შეცდომები გვექნება არაერთი და არაფერი ანალიზი არის რამე სადმე არ არის რომ იგივე შეცდომა რო აღარ გავიმეოროთ ამის ანალიზი არ არის ხო და შეიძლება ხა არქეტიპები ხედავთ როგორ რთული თემებია საწაგვიყვანა ხო ეს მონარქის არქეტიპი რომელიც ნუ აი აბსოლუტურად იდეალური მამის და ფაქტურად ღმერთის როლივით სრულყოფილია ძალიან საინტერესოა ეხლა მე ვერ შევდებ სრულყოფილად ალბათ ყველას დახასიათებას სულ არის 7 როგორც წეგანით დასაწყისში მოგახსენეთ და არის მაგალითად ვაჭრის არქეტიპი შეიძლება იყოს ესეთი ადამიანი ну ვაჭარი სანამ ესე იგი სავაჭროდ წავა მანამდე ეს რაღაცა უნდა კონდეს სავაჭრო საქონელი ხო და ну იყო ასე წერია რომ აი თქვათ იყო მონადირე კაი მონადირე რომელიც ბევრს მოინადირებდა და მე ახლა ეს ხო გაფუშტება ხე იმას ვერ შეჭა მე ეს უნდა გაიყიდოს ხო ის რო გაყიდო გჭირდება ძალიან კარგი ხელოვნება გაყიდოების მარკეტინგში და იყო გათაცნობიერებული. უნდა იყო როგორც მინიმუმ. ხო, ანუ მას საკმაოდ გონიერი ადამიანია, გამჭრიახობა აქვს, უნარი აქვს დიდი მოთმინების, იმიტომ რომ ჯერ ცხოველი რომ მოინადირო, რამხელ ამბავი გჭირდება, ხო, როგორი მოთმინება, იქ ჩასაფრების, ლოდინის, ნუ თელი რაღაცა ღირსებები აქვს ამ პიროვნებას. ჯერ როგორც მონადირეს ჭირდება რამდენი რამე, ხო, რამდენი უნარი და თვისება, მერე კიდე უკვე რეალიზატორი ხდები შენ, თუნდაც არა ნარკო. ნაცარქექი არის არქეტიპი ვინ არის? აი გავალ ხა აქეთკენ. ხა ნაცარქექი არის ძალიან მოხერხებული გონიერი ადამიანი,
ვაჭრის არქეტიპის ელემენტები არის მასში, იმიტომ რომ ეს არის აი ეს ვაჭარი არის საოცარი კომბინატორი, ხო, ის როგორ უნდა გეგმებს აწყობს რაღაც საოცარს აქაც არის სხვადასხვა განვითარების დონე და დაუშვათ ესე იგი სულ განსხვავებულები არიან, ანუ სხვადასხვა განვითარების დონეზე ეს ადამიანი შეიძლება იყოს სულეთ საპირისპირო თავის თავარი იდეის რა. ამიტომ ამის ღრმაცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. აი ოსტატ ბენდერი ხო გაგვიგია და ვიცით და აი ესეთი ტიპაჟი დიდი კომბინატორები არიან. ეს ვაჭრის არქეტიპია. ეს არის ხალხი, რომელსაც თუნდაც კარგი დიპლომატები რო არიან და მოლაპარაკების უნარი რო აქვთ და წარმატებულად უნდა სხვათა შორის ადრეულ საუკუნეებში ვაჭრები ერთგვარ დიპლომატიის როლსაც ასრულებდნენ ქვეყნებს შორის. ელჩების როლს ასრულებდნენ, ხო, ფაქტობრივად შენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, სახე იყავი, გაქონდა ის პროდუქცია და ხშირი იყო, როდესაც მეფის წერილებიც კი დაქონდათ. ხადია, უნდა მოგეგო, ეს ხო ფიასკოთი არ უნდა დამთავრებულიყო. ამას უნარი და ნიჭი ხო ჭირდება. ძალიან დიდი. ჩვენს ისტორიაში არის ესეთი ცნობილი პიროვნებები, დიდი პიროვნებები, რომლებიც აი მთელს აღმოსავლეთში პატივსაცემი პიროვნებები იყვნენ და დიდან გარიშ უწევდნენ ისინიდან, აქედან რო ჩადიოდნენ რაღაცა უამრავი თვალმარგალიტითა და ბროლითა თუ არ ვიცი მოკლედ. მარკო პოლოც ვაჭარი იყო. მარკო პოლოც ვაჭარი იყო, მაგრამ რეალურად იყო დიპლომატიც, მოგზაურიც, მეცნიერიც, ყველაფერი. აი ვაჭრის არქეტიპი კიდე ესე გამორჩეულია, ხო? თითქოს ახლა ვაჭარი სიტყვა რაღაცა მაინდამაინც ჩვენი კარგად არ ხდება. ისე არ ვართ რაღაცნაირად ისე არ აღვფრთოვანდებით, მაგრამ სრულყოფილად რო განიხილავ ამას და შეისწავლი რას ნიშნავს, ხო? აღმოაჩენ რომ უგენიალურესი არქეტიპია, რომელიც თუ არ არის შენში ისე ბევრი რაღაც გაკლია. ყველაფერის ასე ვთქვათ სწავლება შეიძლება ხო ადამიანი არის უნივერსალური შესაძლებლობების და რესურსების მქონე და თუ სწავლობს რაღაცებს ბევრი რამე შეიძლება ხო რომ აღზარდოს თავის თავში და ჩამოაყალიბოს მაგრამ წარმართველი მაინც ხო ცოდნა არის და ამ ცოდნებს როდესაც ფლობ მე შენ შეგიძლია ძალიან კარგად აღარჩიო რა გინდა აქედან აიღო რა გინდა იქიდან აიღო მეომრის არქეტიპი გაწონასწორებული როგორ ჯობია რო კონდეს ხო და არა ისეთი დალილაებული რომ დადიხარ სიტყვაზე და მარტო იმას გაიძახი რომ არ იქნება სამართალი და ასე შემდეგ არ ვიცი ესე იგი და არ ვიცი ნუ მოკლედ რაღაცა კეთილგონიერებას ხო ჭირდება ნებისმიერ მებრძოლს რა ალბათ ჭირდება ნამდვილად ჭირდება და მახსენდება სინიორ რობინზონი რო არის ფილმი როდესაც იმის გოგონა უნდა მოიპოვოს ასე ვთქვათ მასთან მიახლების უფლება და შემდეგ გამოცდებს რო უწყობენ გაატარებენ გახსოვთ ის კი როგორ არც ერთი ქვა რო არ აცდება მას და ყველა რომ მოხდება აი ასე ხო არ უნდა გავიაროთ ეს ცხოვრების გზა რომ ხო შეიძლება რაღაც აირიდო და აიცდინო არა და ეს ყველაფერი აი რაღაცა ცოტა დინჯი და დარბაისლური რაც არსებობდა ნახეთ რა კარგი გამოთქმა კაცზე იტყოდნენ რომ აი დარბაისელია ეს რაფინირებულია გასწორებულია და ბევრი რამე იცის კიდე იყო ესეთი გამოთქმა რომ აი ღმერთივით კაცი ეს რა დონის გამოთქმებია ხო როგორი საინტერესოა არის მსახურის არქეტიპი მაგალითად ასეთი არის მსახურის არქეტიპი ძალიან საინტერესოა მსახურის არქეტიპი რას ნიშნავს რომ ჩვენში თითოეულ ადამიანში არის ეს მსახურების იდეა ზოგადად აი სიყვარულის და სიკეთის იდეა აბა რა არის თუ არა მსახურების ხო როდესაც მაცხოვრს ეუნებიან რომ რა გინდა ამ ხალხთან გასვლა ცოდვილებთანო პურს როგორ ჭამ მათთანო ხო რაღაც განურის ხდებიან კიქონი ისინი მეტნი იყვნენ ქრისტეზე და მაცხოვრის პასუხია გენიალური მე მოწოდებათ ცოდვილთა წოდებათ რა და არა მართავთა მართალი ადგას იმ სიმართლის გზას უკვე და ამათ დასახმარებლად მოვედი ამათ დასაძახებლად რომ სწორ გზაზე უწინამძღვრო და წავიყვანო ხო ძალიან საინტერესოა რა მსახურებაა ხო უმთავრესი იდეა არის მსახურება და ფეხბანვის სცენა მინდა გაგახსენოთ ხო როდესაც
ერთ-ერთი მოციქული ვერ მოკიდებს იმ პირსახოც ხელს, რომ ფეხი დაბანოს თავისთან ამოძმეს და ქრისტე იძულებულია რომ ყველას თვითონ დაბანოს ფეხი და ამით მისცეს ნიმუში და ამბობს რომ ვისაც უნდა იყოს დიდი, თუ ფიქრობ იმაზე რომ გინდა ანუ იყოს წარმატებული და წარემატო შენს განვითარებაში იყავი ყველაზე პატარა და მცირე რაღაც საოცარი სწავლებებია და ამას როგორ ჭირდება კარგად მიწოდება საზოგადოებისთვის არა ამ ცოდნას ხო და ეს რა ქვია მე მსახურობდი ქაშვეთის ეკლესიაში და ქაშვეთის ეკლესიას წინამ ცხოვრობდა მამა სოკრატე ბერი იყო და ხშირად მამა სოკრატე დაძახებული იყო იმ საიდუმლო ფეხბანვაზე რომ ერთ-ერთი ის იყო ხო ვისთვისაც პატრიარქს ფეხი უნდა დაიბანა ხო უნდა გავამხილო ეხა ამბავი საინტერესოა X ვიდრე წავიდოდა მამა სოკრატეს ხელის პრობლემა ჰქონდა ხო და სანამ წავიდოდა ფეხბანვაზე ქაშვეთის ტაძარში მამა სოკრატეს ფეხს ბანდი პირველად მე მეცინება ხოლმე ამას ეს გავდივარ საქმეში ფეხბანვის ხო და რა საინტერესოა ხო და მე ვეუბნებოდი ხუმრობდი მამა სოკრატე ხომ უნდა დაგბანოს მეთქი პატრიარქმა ფეხი და მე დაგბანე დასაბანი რაღა უნდა იყოს იქ და ხო და არა და ეს მსახურება ხალხო გენიალური რაღაცა ეხა მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ რომ დავუშვათ ეს პატივი ერგო რომ ადამიანს თქვა ამხელა სულიერ მოღვაწეს რომელსაც საოცარ კვეთებულის ლოცვებს კითხულობდა უამრავ ადამიანს კურნაოდა და რა ვიცი ძალიან დიდ სიკეთეს ემსახურებოდა შემიძლია ესეთ რაღაც გავიხსენო გავბედე და ეს თქვი იცით მე რომ საერთოდ არაფერი არ თქვა ეს ყველაფერი ჩემთან დარჩება და მე მგონი არ არის ზედმეტია არა პირიქით და სხვა რაღაცები რომ ხალხმა გაიგოს იცოდეს იმდენი წელი გავიდა დრო აღარ არის მამა სოკრატე მეც ასაკში ვარ უკვე და არა გონია ცოდვად ჩამეთვალოს ამის თქმა არა პირიქით არ თქმა უფრო ცოდვა იქნებოდა ბაი ვარ ეგეთი სამაგალითო რაღაცები უნდა ვთქვა მსახურების იდეა მე მსახურების სიკეთის იდეას სიყვარულის იდეას ოჯახში რა ვიცი მზრუნველობის და სამსახურში მე ვემსახურები უფროს ხო თქო შეფს თუ არ ვიცი რაც ქვია მე ვემსახურები და ვერ მოვემსახურები თუ არა მაქვს სუფთა გული, წმინდა გული და სიყვარულისა და ერთგულების უნარი. რანაირ მსახურებაზე შეიძლება ვისაუბროთ თუ ამ ღირსებებს ადამიანი არ ფლობს, ხო? ცხადია ჭირდება ეს ღირსებები. თითქოს რაღაცა ისე ჟღერს, ხო? აი მსახური რაღაცა ყველაზე დაბლად დგას და რაღაცა არა, ის ძალიან მაღლა დგას. იმიტომ რომ ვერ უერთგულებ, თუ არ გიყვარს ადამიანი. გამორიცხული. ხო? ხო და იმასაც მოწონ ხარ შენ, იმიტომ რომ შენ ძალიან ერთგული ხარ და ის სხვებთან მოიწონებს თავს, რომ აი ესეთი კარგი თანამშრომელი მყავს თუ რა ვიცი, ხო? ესეთ პირნათლად შემსრულებელი თავის მოვალეობის და მანდაც თუ იწყება მაგალითად ხო სხვადასხვა დონეები ამ ნებისმიერი არქეტიპის დაეჭვება იმაში, რომ აი ვარ კი მე ხა დაფასებული ჩემი უფროსისგან ისე როგორც ჯერ არს განა სხვაგან ხო უფრო უკეთეს ხელფასხვა რო ხდიან ჩემსავით ჩემ თანამდებობაზე მყოფ ხალხს ანუ აქვს უეჭვები ხერხერნის ხო ამ ადამიანს და ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა მის შინაგანი სულიერი და მაგალითად იმ შემთხვევაში რომ ესეთი ერთგულებით იმსახურებასთან აქვს საქმე ამავე დროს უნდა ვიცოდეთ რომ ის უფროსიც ასეთივე მსახური არის თავისი მსახურისა წესით. იმიტომ რომ ისიც ღირსეული პიროვნება თუ არის, ის აბსოლუტურად ის ითვალისწინებს მისი მსახურის, ასე ვთქვათ, ამ კეთილშობილურ მსახურებას და პატივს მიაგებს, რომელიც გამოიხატება იმ ანაზღაურებაში თუ საჩუქრებში თუ იმ რაღაცა გამოხატვაში, რაც თან ახლავს ამ მსახურებას და თუ კი ახლა ამ უფროსმა დაიწყო რაღაცა გამოცდების მოწყობა მისთვის და რაღაცა ჭვიპარება ხარ არის ის თუ არ არის და რაღაც ამდაგვარი ნუ ესეც აფუჭებს ამ ურთიერთობებს და ამ შემთხვევაში მსახური თავისუფლდება იმ რაღაცა დაუწერელი უთქმელი ერთგულების კანონისგან რომელიც მანამდე არის მათ შორის
ურთიერთობა. ესე იგი, ქართული ზღაპრებიც რა საინტერესო რამე ყოფილა და ერთი ცალკე გადაცემა მე მგონი ქართული ზღაპრებს უნდა დავუთმოთ მიშო. შეიძლება. თორე ხლა ძალიან ბოროტად სარგებლობთ ბატონი მერაბის დროით. მე უთხარი 1 საათი მეც რის თქმა მინდა. ბევრჯერ მქონია ხოლმე დანაკლისი სტუმართან რომ რამდენი კითხვა დაგვრჩენია და ეხლა დაგვრჩა მე მგონი აი უთვალავი. დაგვრჩა და დაგვემატა კიდეც. და დაგვემატა კიდეც. მადლობა ღმერთს, კაია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მეგობრებს, Sudi Powers და დიდი მადლობა ჯანის ნაყინს. იმ სიტყვოსთვის და სიკეთესთვის, რასაც აკეთებენ, ერთი ტკბილეულს გვაძლევს, მეორე გვაგრილებს, ასევე ტკბილეულითაც გვანებივრებს და აუცილებლად მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმარს ბატონ მერაბონიანს, არაჩვეულებრივ მაყურებელს, რომელსაც დარწმუნებული ვარ გამოიწერა და მოიწონა ჩვენი არხი, ჩვენი გადაცემები. მეც მინდა რომ მადლობა ვთქვა თუ შეიძლება. ესე იგი ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენი სტუმრობით ჩემთან. იმდენად დიდი სითბო და პოზიტიური ენერგია მოდის თქვენგან, იმდენად კარგ ადამიანებს ხედავ თქვენში, რომელსაც შეუძლიათ უყვარდეთ და სიკეთეს ემსახურონ, რომ აი რაღაც სავსე ვარ სითბოთი, სიკეთით და მადლით, რომელიც თქვენ შემოიტანეთ რა. ძალიან დიდი მადლობა. გაგახაროთ ღმერთმა სიკეთის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეგ სიტყვები, იმიტომ რომ რეალურად მე და მიშომ, როდესაც დავიწყეთ ეს გადაცემა, იყო იდეა და სანამ იარსებს ეს გადაცემა და გვაქვს იმედი და ჯერა რომ იქნება ძალიან დიდხანს, მუდამ იქნება ის იდეა, რომლითაც ეს დავიწყეთ. ვისაუბროთ სიყვარულზე, სიკეთეზე, მამუშვილობაზე, ოჯახზე და ყველაფერ კარგზე, რაც დღეს გვჭირდება ადამიანებს. ამინ. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა.